სhalom შვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა ევროპა თქვენთვის ევრონიუს ჯორჯია მუშაობს. გადაცემაში ნახავთ. კათოლიკური სამყარო რომის პაპს ფრანცისკეს გლოვობს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ეუთოს გენერალური მდივანი. ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი უნივერსიტეტი ჰარვარდი იურიდიულ ბრძოლას იწყებს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც უნივერსიტეტის პოლიტიკის ცვლილებას ითხოვს. რომის პაპი ფრანცისკე გუშინ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვატიკანში განაცხადეს, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი იყო. პაპის გარდაცვალება მოსახლეობას ზარების რეკვით ამცნეს, რის შემდეგაც გუშინ საღამოს ათასობით ადამიანი წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბა და რომის პაპისადმი პატივისმისაგებად ლოცვა აღავლინა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ზარები 88 ჯერ დარეკეს. ჯერჯერობით უცნობია პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის თარიღი და ისიც თუ როდის აირჩევენ ახალ პაპს.